ჭამტურა თან წაიღე ჩემი უმციკლოგული თან წაიღე ვა გაიოს რა შვებით მას ვეჭიდავე ხო ხარ ჯანზე რავი არა მიშალ შენ როგორ ხარ აი რა შენ ხედა უკვე კარგად ვარ ჩემი საუკეთესო ძმაკაცი ხარ ხო იცი შენ ხო კი როგორ არ ვიცი რეებით ჩვენ ერთად გამოგვივლია ბიჭო რაღაც უნდა გთხოვო რა შენ ხო ორი თირკმელი გაქვს კი ზმურად ერთი მაიტა რა ამდენი ხანია ახალი კომპის დათრევა მინდა თან რაც სამყაროები გაერთიან და ფული აღარ გვაქვს ხო იცი და თირკმელი მაგარი ფული ყოფილა თურმე თან გუშინ სერჩავდი რა ხო წინა გაკვეთილზე ხო გავიგეთ რომ ადამიანს თურმე ერთი თირკმელიც თავისუფლად ყოფნის ოლიგ შენ შიკ ყوارაგა აი დავშვიდი რა გადაგმია რა იყო ძმა ვაჯდები რას ვაჯდები თირკმელს ხო ძმა ორი გაქვს ისედაც ეგრე შენც ორი გაქვს ხო შეჭემა მაგრამ აბა დაუფიქრდი შენ რო ასაკში შეხვა და ჭაჭების წყალი ჩაგიდგება თირკმლის გადანერგვა რო დაგჭირდეს მე ხო უნდა მქონდეს რო გადმოგინერგვა რა დაუფიქრდი არა პოლიგ ხო კაი ხო ცადე მაინც რისი გაკვეთილი გვაქვს ახლა ფიზკულტურა ვახტანგ სპორტი ხო აუე გავწურავს ფიზკულტურა უბრალოდ გაკვეთილი კი არა ის ცხოვრების წესია ვახტანგ სპორტი ხოძეა კონიათ ცხოვრება ისაა ხო ის ურეს გავიკეთებ და პარიკმა ხელთან მივარ ბლანჟე შემაჭრას ბლანჟეს მოუვა დედისტრატი რა პრანჭიაობაა გიტყდათ ეგ არ არის ცხოვრება ბნელია ცხოვრება ქუჩაა ცხოვრება დიშლის მოულოდნელი მოახლოება რა დიშლის მოახლოება შენ გავხტაროთ რო ბიჭო სევდიანი თვალებით რო იყურები აი წარმოიდგინე მიდი ხარ ქუჩაში შენს მაგარ ნაშა შეყვარებულთან ერთად ესე ხელი გაქვს ჩაკიდებული თავს მეფეთ გზობ და უწებ არ საიდან ბო ვიღაც ტიპი მოდის ამოიღებს და თავის დიშლას პირდაპირ შენ გოგოს მიაწებებს ლოყაზე სტიკერივით და შენ რა სიზამ ჰა იტირებ თუ პოლიციაში დარეკავ არა შვილო ეგ ტიპიურად დაიჭირო ესე შველი ტრიაპ კასავით გადაკიცო და დაწურო უნდა ბიჭო ბატონო ვახტანგ სპორტო ვახტანგი ვარ მე ანუ არ ამგონია ეგეთი რამე ქუჩაში ხშირად ხდებოდეს ხშირად რა გონია ბიჭო მოძალადეები კალენდრულ მოწვევას გიგზავნიან იმეილი მოგივა კი აი გაიოს გაუმარჯო სამშაბათ 3 საათზე წრის მზიან მონაკვეთში შენ გოგოს სახეზე დიშლას დავადებ სიყვარულით ბონდო არა ასეთი რაღაცები მოულოდნელად ხდება და ფიზკულტურა ზუსტად ამისთვის გვამზადებს კრისტალბეჭერონული ლიგის ვარსკვლავობა კი უნდათ რო გითხო დროზე 50 ბუქნი გააკეთე აი ხო თქვი გაგწურავს თქო რა ო დითავა ბავშვი ატლიკინდა რა გინდათ ჩემ თავთან მას შენი თავი რომ დოლარის კურსი იყოს ახლა ყველანი მილიონერები ვიქნებოდით გამოდი წინ და შპაგატში ჩაჯექი სულეკ ხარ კვერცხები შენი შეყვარებული სახისკენ მიქრიან მოინდომე სტილობ კვერცხები შენი გოგოს სახეზეა კვერცხები სახეზეა აუ აღარ შემიძლია მას რა თავი გადაგვაჭამე მართლა და მართლა შენ ცოლს რომ მივარდეს ვინმე დადიშლა აფარო სახეზე შეძლებ დაცვას აბა შევძლებ მიდი აბა ჩაჯექი შპაგატში თუ შეძლებ კონია ისეთ რამის გაგაკეთებინებ რაც მე თვითონ არ შემიძლია 3 წლიდან ჩემ შეყვარებულებს სახიდან დიშლებს ვარიდებდი ბიჭო ხო და მიდი და ჩაჯექი მას უყურე და ისწავლე ვახ ბიჭო ოლიგ კაცი დაიბრიდა ბიჭო რა გაცინებს რა რამაცინებს შეჭება შეხედე ხო კაი მართლა სასაცილოა თვითმხილველები თქვენ ხართ ხო ბავშვებო? დიახ ჩვენ ვართ. რით გარდაიცვალა? შპაგატით. ზუსტად რომ აღწეროთ ვითარება? მოკლედ თავისი ცოლის დაცვა უნდოდა რა, ვიღაც უცხო კაცის დიშლისგან, ამიტომ შპაგატში ჩაჯდა და დაიბრიდა. ცუდად ვარ ბიჭო. ძალიან ცოტას მიხდიან ამ ყველაფრისთვის. წავიდი მე, გეგმები უნდა დავსახო ახალი კომპი როგორ ვიყიდო. ტიპი შპაგატმა მოკლა. გაიოს გააღე. თაშაპო? შენ აქ რა გინდა? ზდაროვა, ბარო. გაიოზი სადაა ბიჭო? გაიოზი კი არა რა იყო, არ გევასე ბიჭო. შენც კაცი ხარ ახლა, თან ქართველი. წადი გაიოს დაუძახე. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და იქ ქართველობას არაფერი არ ესაქმება ბიჭო. მიდი გაიოს დაუძახე. გაიოზი რაში გჭირდება, პოლიკონა? შენ ჩემი ბიძაშვილი რო არ იყო, ვიცი რასაც გიზამ. გაიოს დაუძახე ძმა.
კიდე სურათი გადაგიღო? შენ ხა? კაი, დაუძახებ ხო. ბიჭო, შენ ბავშვობაში დაუვარდით ხო შენებს? გიჟია რა, იმენა გიჟია რა. ჯერ მამამისი ვინაა და ეს ხო ვაფშე რა, ეს ხო ვაფშე. რა ხდება პოლიკ? რა ხდება ბიჭო, რა უნდა ქაშაპს? მამამის დედა ჩემი მოყავს ცოლად და მე ხადავები? ეგ ლაჩმახები ოჯახში უნდა შემოუშვათ ბიჭო. აი შენ ხა მაკდი ახლა რა გინდა რაზე მოხვედი? ბიჭო, შენ რამდენიანი რამი გაქვს? 16 გიგაბაიტი. არ გინდა გავასმაგოთ, მაგარი სეტაპები მოვხოდოთ? კი, როგორ არ მინდა? ხოდაი ამდენი ხანია ვფიქრობთ, როგორ რანაირად და ვიპოვე გზა ძმაო. იპოვე? სერიოზულად? აბა, ჯო ვახტანგ სპორტი ხო შეიწირა შპაგატმა ხო და მაგას ახლა თირკმელი რაღა სჭირდება. აუ ჩემი და ისა კიდე არ დაიწყო ახლა. ბიჭო, ეგეთ ამბებზე სულ მე რატომ გახსენდები? იმიტომ რომ ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი ხარ ვერ ხვდები? ბაჭო, და ჭახანა ერთ თემაში არიან უფრო. მე ცალკე ჭახანასთან რა ვიცი, მაგას რა უნდა ვებაზრო, ბაჭო კიდე ვერ მიტანს. არ ვიცი რას ვერჩის. შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და არ უნდა დამეხმარო? ო, კაი, პოლიკ დამშვიდი, ჩვენ ყველა ძმები ვართ, კაცო, მაგაზე არ იდარდო. მომაპარინე რა ზღურად თირკმელი. არა, ან საერთოდ თირკმელი რანაირად უნდა ამოიღო. ნე ბიჭო, 21 საუკუნეში ვცხოვრობ. მე მაგაზე მე ვიჩალიჩებ, შენგან არაფერი არ დამჭირდება. რაღაც სკალპელი და ბინტები და რაღაცები რომ მომაწოდო პროსტა. ბიჭო, ნამუსი არ გაქვს. აი რა შუაშია ნამუსი. რა შუაშია ნამუსი. აი ხა აგიხსნი. რატო არაფერი შუაში არაა? ძმა და ვნახოთ თუ გთავაზობ ცუდ პონს. აი ლოგიკურად ეხა დავჭდეთ და ლოგიკურად მივყვეთ მთელ სიტუაციას. აი ნახე. ვერ გიტან პოლიკ. კაიოს დამშვიდი. ჩემო ხედე როგორ მაცვია ექიმები ვართ ძმაო, არაფერი არა გვაქვს დასამალი. დაგვინახავს ბიჭო ვინმე. დაგვინახოს მე ძმა. ან ვინ უნდა დაგვინახოს ეგ თანმა? ტიპი 70 წელი სწავლობს და ხელფასი აქვს 600 ლარი. მაგრად არ კიდიათ ახლა მაგათ ფოიეში ვინ დადის? სერიოზულად? ამდენი ხანი სწავლობენ ექიმები? ფურდობას და ექიმობას იცი რა აქვს საერთო ძმა? თელი ცხოვრება უნდა იმოსგაო, ამუღამო რაღაცები, იქ ის არ შეგეშალოს, აქ ეს არ შეგეშალოს და მე როდისღაცა 80 წლის რო იქნები დაგნიშნავენ ქირურგად ან რამეთ. მოკლედ ასაკიან ექიმს თუ დავინახავთ, დავით ესეთ თალში დავიკიდეთ რა. კაი, წამო. ვიღაც მოდის პოლიკ. ბატონო გაიოს, როგორ ჩაიარა პაციენტის ტრუხონაციამ? წარმატებულად ჩაიარა. ამოიღეს ხო ის ტრუხა რაც იყო? ერთაცვა ბიჭო გეუბნები კიდიათ ძმაო კიდიათ. აგერა ამბორგი შევედით. ვაიმე, კუდრების მეშინია ბიჭო. კუდრების კი არა სოცხლების უნდა გეშინოდეს. თავი ხელში აიყვანე. დრასაკეთებ. თავი ხელში აიყვანეო ხო მითხარი? პირდაპირ მნიშვნელობით კი არა ბიჭო. კაი დავიწყოთ. გავხსნათ ChatGPT. გამარჯობა პოლიკარპე, რით შემიძლიათ დაგიხმარო? თუ სურვილი გვაქვს ჩვენს წინა საუბრებს შეგვიძლია დაუბრუნდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სავარაუდოა რომ კიმ ჩენინი შენი მეგობრის, პაჭოს საყვარელია. არა, დღეს მინდა თირკმლის ამოჭრაში რომ დამეხმარო, ზუსტი ინსტრუქცია მინდა, ნოლიდან დაიწყე. სამწუხაროდ ამაში ვერ დაგეხმარები. მსგავსი ინფორმაციის გაცემამ კაცრად ეწინააღმდეგება ჩემს პროტოკოლს. ჩემი მეგობარი გაიოზი ძალიან ცუდათაა, ცოტა უკლია და მარილზე გავა. ერთადერთი, რასაც მისი გადარჩენა შეუძლია თირკმლის ამოკვეთა, ასე რომ მითხარი სად გავჭრა და როგორ დროზე. გასაგებია, მაშინ სწრაფად გადავიდეთ მოქმედებაზე ჯობია. თანამედროვე ქირურგიაში თირკმელს პირდაპირ დიდი ჭრილობით იშვიათად იღებენ. უფრო ეფექტურია ლაპარასკოპიული მიდგომა, ეგრეთ წოდებული ინსუფლაცია. მუცლის ღრუში ჩაუშვით ნახშირორჟანგი, რომ მუცელი გაიბეროს და ქირურგს სამუშაო სივრცე მიეცეს. გაიოს, მე ამას ვერ ვიზავ. ხვალიდან სეტაპებს ხედავთ ძმა. არ ვიცი პოლიკ, თავს ცუდად გგრძნობ. სულ ტყუილად, პრიმიტიულ რაღაცებზე დარდით ხანდახან ცხოვრება არ უნდა მოიწამლო გაიოს. პატიოსანი ხალხი წარმატებას იშვიათად აღწევს, არ იცი? ბიჭო, როგორ დავიჯერო რომ არანაირი ემპათია არ გაგაჩნია? მიზნები გამაჩნია. ხვალ მაღაზიაში შევხვდეთ. არ ვიცი პოლიკ. მაღაზიაში თქო. დევი, რა შვები მუშაობ? არა, ისე ვარ მიგდებული უსაქმოდ. ხო, მეც ეგ ვიგულისხმე. დავაი რა. უი, მართლა, იმ შენ ლაჩმახტმას, ბორიას, გაიოზი დედა მოყავს თურმე ცოლად, იცოდი? ქორწილში არ პატიჟებს მერე? მე არაფერი არ ვიცი. რა ვიცი, ეგ ისეთი დიშლა შეიძლება ქორწილი აკვარიუმში გადაიხადოს, თევზებთან.
ტურამ, ხვალ დიდი დღეა. რაც მალე დავწვევით, მით მალე ავდგებით. ები, შენი გოგოსკენ მიქრიან. ვა. თან გადავიღალი აშკარად. რა სისულელეები მეჩვენება. დავიძინო ჯობია. ხვალ დიდი დღეა, ტურამ. გაიოს, ნუ თუწუნებთ ხო, ღმერთი დაგუჭის არა ისა, დავიშვიდი რა ყველაფერი კარგადაა. გამარჯობა, მე ვალერა ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? უბრალოდ დაგეხმაროთ კი არა, უბრალოდ გამარჯობა, ისა ორი მონსტრი კომპის აწყობა გვინდა. სრული სიგიჟეს ეთაფი რომ მოვხოდოთ. გასაგები, აქეთ წამოდით, ბიუჯეტი რომ მითხრათ, იმიტომ რომ ეგრე მოვლენ ხოლმე მონსტრი კომპი გვინდაო და ბიუჯეტი აქვთ 1000 ლარი. საბოლოოდ რაც საწყობენ ხოლმე მონსტრი კი არ არის, ეგ არის უბრალოდ ბიუჯეტი რა ვიცი, ერთი თირკმლის ფასი რა, უბრალოდ ნახევარი თირკმლის ფასი, იმიტომ რომ 2 წალი გვინდა. ვა, არა თქვენ არ გდომებიათ. კარგი, CPU-თი დავიწყოთ. რა სიტყვით AMD Threadripper Pro-ზე 96 ბირთვიანი 192 ნაკადით. ეს პროცესორი კი არა, კოსმიური არსებაა ყუთში გამოკეტილი. ვა, თესლია, გაიოს შენთვისაც იგივე, ხო? ხო. რაც შეეხება GPU-ს, არა 1, არა 2, არა 3, არამედ 4 Nvidia RTX 4090. ამ რაოდენობას პირდაპირ რეალობის დარენდერებაც კი შეუძლია. ვა, მინდა. გაიოს შენც 4 წალი გინდა, ხო? ხო, რავი, იყოს. რამი 512 გიგაბაიტი DDR5. ამ მონაცემებით შეგიძლია მილიონი ტაბი გახსნა Chrome-ში, რენდერი გაუშვა 3D Max-ში, After Effects-ში და 8K ხარისხში ნებისმიერი თამაში იყომარო. ერთდროულად. ხმამაღლა რომ ვამბობ მაჟრიალებს, სრული პიზდეცია, უბრალოდ პიზდეთიც კი არაა, ეს არის უბრალოდ 512-იანი რამი ბიჭო? გაიოს 512-იანი ხო შენთვისაც? ხო. სრული თხევადი გაგრილების სისტემა პლუს hard drive-ები 2 ტერაბაიტი, სისტემისთვის 4 ტერაბაიტი, აპებისთვის 16 ტერაბაიტი, გეიმინგისთვის, მოკლედ, სულ ორივე კომპი ერთად $100,000 იქნება, ქეშით იხდით თუ ბარათით. ძმაო, ხუდა დაიტოვე. ეს რა ჩემი კუდუსუნია? კუდუსუნი არა, თირკმელია, კაკრას 100,000 იღის თუ ცოტა მეტი. მე გადავებით? არა, არ გეღადავებით, უბრალოდ გატარე რა და გაგვეტანე კომპები. ქეშით ამ ბარათით გადახდა თუ არ შეგიძლიათ მიბრძანდით მაღაზიიდან. რამ გაფიქრებინათ რომ თირკმლით გადახდა შეგეძლოთ? შ გაქვთ თუ უბრალოდ შ? შენი ცივინა ხარ ძმა? ვინ? უბრალოდ დ. დ? დიშლა, წავედით გაიოს. რა უყოთ ახლა ამ თირკმელს რა ვქნა? ვახ, გადამეწვატვინი ბიჭო. რა ვქნა, სად გავყიდოთ ეს თირკმელი? მე მეგონა მაღაზიაში პირდაპირ გადავიხდიდით ამით. მე მეგონა და ის მეგონა და საერთოდ რაზეც მაკაცობ შენთან ვერ ხვდები. სულ შარში მხვევ. ახლა უნდა მაქციო ზურგი ხო? ბაზარი არა, თუ არ გინდა ჩემთან მაკაცობა, წადი ძმაო და ეცმაკაცე მაშინ იმაე ჭახანას და ის მაგისი ისრუა, კი, თანამძრეველი, პაჭო. გადაებსკვენით ერთმანეთს. აი ეგ რა შუაშია. მოვიდაყვერები. ვახ. რა გჭირს ბიჭო? ბიჭო, მგონი თირკმელს ვახტანგ სპორტის სული გადმოყვა, უკვე მეორედ მომეჩვენა. ხადაო, მე რატო ვერ ხედავ? რა ვიცი ძმაო, სულების უსტაბაში კი არ ვარ მე. დაჯექით. ვიდგებით იყოს. დაჯექით ხო ბოს დავეცი. ვინ ხართ, რა გინდათ? დაგარგულ თირკმელზე თუ იცით რამე? მე გამომძიებელი ვარ, გიათ ცალყვერაშვილი და ვინმე თუ პრობლემა აქვს ამ გვარზე და გონია ყვერის რაოდენობაში რამე მაკლია ძმაო. ორივე ყვერს თავზე დავალაგებ. აი, ასეთი ხალხისგან თავდასაცავად გვამზადებდა ვახტანგ სპორტი. გამომძიებლები არიან ბიჭო, ჩავჯდეთ. უფრო არ დავაეჭვო წინააღმდეგობის გაწევით. სალამი ბიჭებო, მე გამომძიებელი ვარ, შუტელი ყლაპიაშვილი. ანუ ამას ცალი ყვერი აქვს და შენ ყლაპვა გევასება. ისე ბაბუა ჩემს მაგრად დაევასებოდი, ოღონდ წყალი რო გქონდეს გადასხმული. ვერ მივხვდი? რა ვიცი, რამდენი დათვრება სულ იმას იძახის სველი მევასება. ჯემი რა გაგიძრო? ბოს დავეცი საყოლ ძმაო, საყოლ რა გაუძრო. შუტელი მქვია ძმა. ისე მართლა, წყალი რო დაგასხან, სველი შუტელი იქნებოდი. შენ დიდი ხანია არ ჩაგიჯვამს ბიჭო? ეგ რა შუაშია რა ძმაო? შუაშია? ჩემი სურვილის ჩამიჯვამს, ჩემი სურვილით ჩამიჯვამს. მაცადე, კაცო, მოკლედ, ბავშვებო,
თიკმლის საქმეს ვიძიებ. არა, ჩემი სურვილით ჩავიჯვი მეთქი? აბა ჩემი სურვილით ჩაიჯვი ბიჭო. იმ დღეს ჩვენი სკოლის დამრიგებლის დაკრძალვაზე ვიყავით რა და სასახლე მოგვაქვს და ეს გია ღადაობს იმენას შუაზე იხევა. ჩუმა თუთხარი მეთქი გია ჩაიჯვი. ტიპმა ეგრევე ჩაიჯვა. მერე მაგაზე ფეხი ამისრიალდა, სასახლე დაგვივარდა და დაღმართზე დაგორდა რა. მერე ძაღლები შენ გაეკიდნენ. მითხარი ძმაო ჩაიჯვიო? მეც ჩავიჯვი, ჩემი სურვილით როგორ ჩავიჯვი? შენ მართლა შუტერო ადი შენ. ლექსები წერე რა. ჩემ პოეზიას ხელი ბიჭო, ჩემ პოეზიას ხელი ბიჭო. პოეზია სახლა შენც არ იყო მგოსანი რა. დონი არ მკეთებია. ხელში მეჭირა. ჩემ ზმაკას დიშლას არ გავცხებ, თუ მცეკუთნოდეს თვალშია. შენი პოეტი კარგი მო გაგიტეხა ბიჭო. შენ დაგეცა ტრანსი ბოზი. აი ახლა გადამეკეტა. გაწე ხელი ბიჭო. გაიოს, ახლა შვიდად დაუჩქარებლად კარი და დავით ესე, ვინ არიან ბიჭო ესენი? მოკლედ სასტრაფოდ უნდა მოიშოროთ ეს თირკმელი. კომპიუტერის მაღაზიაში დაგინახეთ. მე გაგაყიდინებთ მაგ თირკმელს. მე გიორგი ვარ, სულაბერიძე. ამ საქმეში კაიხანია ვარ. პოლიკ, არ ამგონია ეს ტიპი სანდო იყოს. რატო ვითომ? რატო ბიჭო ტიპს გიორგი ქვია? ეგეთი ნორმალური სახელით ამ ქალაქში ვინმე იცი? სხვა გზა არ გვაქვს. კაი ძმაო, გაგვაყიდინე. საკაიფო ოფისია. კი არა უშავს. მოკლედ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ რა. თირკმლის ფასი თქვენ 100,000 გონიათ. ნუ ეგ სინამდვილეს შეესაბამება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ლეგალურად ყიდით. ზედმეტი კითხვების დასმას არ ვაპირებ, მაგრამ არ ამგონია ეგ თირკმელი თქვენ კანონიერად გქონდეთ მოპოვებული. რა კანონზე გვიბაზრები, ძმა, მენტი ხარ? არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ შავ ბაზარზე თირკმელი 20,000-ზე მეტად არ ფასობს. რა 20,000 ძმა? კომპიუტერების ყიდვა ხომ გინდოდათ არა? $20,000 ორ ძალიან საკაიფო სეტაპს მოხოდავთ. სულ არაობას ხომ ჯობია. ლეგალურად მაგ თირკმელს ვერ გაყიდით. დამიჯერეთ რეალურს გესაუბრებით ახლა. 40,000. 20. 35. 20. კაი ძმაო, არ მაწყობს. ახჩები. 30. ბიჭებო, მაგ თირკმელს ამახვარს, ნუ მიყიდით, მე მომყიდეთ. შენ ვიღა ხარ? მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ისა, თუ ეს ვაჟბატონი ვინაა? შენ ხო გამიტრაკე რა, ბავშვებო, ამ რეგვენს არ მოусმინოთ, ჩემი კონკურენტია, სულ კლიენტებს მახევს. კლიენტებს ვახევ თურმე. უთხარი ბავშვებს სინამდვილეში ვინ ხარ? არ გვაინტერესებს. დამიჯერე და გაინტერესებთ, როცა გაიგებთ, რომ ეგრეთ წოდებული გიორგი სინამდვილეში მიწის კვეშეთის აგენტია და ადამიანთა თირკმელებს აგროვებს ვირუსის დასამზადებლად. ჩემი დაიწყო. კარგი, გამომიჭირე, საღოლ, მაყოფილი ხარ? მაგრამ შენზე რა სიტყვი, ტუფოს? დიდი ხანია რაც ადამიანი ხარ? გამაკიდინეთ რა თირკმელი ხალხი არა ხართ? კარგი, იმსახურებთ რომ ჩემზეც იცოდეთ. მე პლანეტა წვილიდან ვარ და აქ ადამიანების დასახმარებლად ჩამოვედი. დასახმარებლად არა, მასაჟები უნდა გაუკეთო კიდე. მე რა, სარგებელს მეც ვნახულობ მათგან შენგან განსხვავებით. ჩემგან განსხვავებით, ჩემ ფარისეულობ, მე კიდე პირდაპირ მაინც ვიძახი, ვინც ავარ და რაც მინდა. კაირა, ვისათქუებ. არ მინდა თქვენი იყოს, თქვენი დედა მოყან. ეს რა იყო? რა გინდა გაიოს? ასე პროსტაზე მიუგდე თირკმელი? ეგენი მყიდველები არ იყვნენ და ამ ვახტანგ სპორტის სულისყურება აღარ შემეძლო და მომეშორებინა. ჯერ რა საქმეში ჩამთე? ღამე ხო წამომაგდე ფეხზე. საავადმყოფოში ხო შემაპარე? მორგში ხო მაყურყუდე და სკალპელები გაწოდე? ამ ბინძურად ნაშოვნი თირკმლის გასაღებაში ხო მიხმარებდი? და რომ მოგეპრიანა პროსტა მიუგდე და წამოხვედი? რა გინდა გაიოს? ხო ისედაც წინააღმდეგი იყავი მაგ თირკმლის? კი, ვიყავი. უბრალოდ ჩემთან ერთად თუ აკეთებ რამეს, სანამ თირკმელს მოისვრიდი, ჩემთვის არ უნდა გეკითხა? მარა არა, შენი თავის გარდა არავიზე ფიქრობ და ადამიანად არ აგდებ. იმიტომ რომ დებილი ხარ ძმაო. გონება რომ მოგემატება, მე ჭკუასაც დაგეკითხებიან, გაიგე? სულელი ეს. დაგენძრა. ჩემი მოსწავლეები. ვახტანგ სპორტი. ცოცხალი ხართ მას? ცოცხალი ვარ, აბა? ეწუზე გადავრჩი. რანაირად? ურემია დამმარცხნია თურმე, თირკმელი დამილპა და სისხლში ტოქსინები დაგროვებულა. ამან შეიძლება ისეთ დღეში ჩაგაგდოს, რომ მტრისგან ვერ გაგანსხვაონ. მაგრამ ვიღაც ღვთისმიერი მოსულა გუშინ და ეს დამპალი თირკმელი ამოუჭრია ჩემთვის.
ხო და გავახილე თვალები ამ დილას. გადავრჩი. რა? მეც კი ნაღამ გადავირიე. ეს თირკმელი რო არ ამბოიღოთ ვერ გადავრჩებოდი. კამერებმა დააფიქსირეს ვიღაც ორი ჯუჯა თუ პატარა კაცი იყო შემოპარული თურმე საავადმყოფოში. დეტექტივებიც დავიქირავე პოვნა მინდოდა მაგ ხალხის რომ მადლობა გადამეხადა, მაგრამ რა ვიცი. სანამ მაგათთან საუბარს მოვრჩი, მელოტმა დეტექტივმა 5 ჯერ ჩაიჯვა. ეგენი რის იმპოვნელები არიან. ცოტა ხანში გამოკეთდები და გაკვეთილზე შეგხვდებით. ახალი სავარჯიშოები უნდა გაკეთებინოთ. ანუ ის თირკმელი დამპალი იყო? როგორც ჩანს. და კი, მაგრამ ვახტანგ სპორტი თუ ცოცხალი იყო, მის სულს რანაირად ხედავდი? ბიჭო, ალბათ ნამუსი გაწუხებდა თირკმელი რომ მოიპარე, მაგრამ ემოციებს არ იმჩნევდი. მე რა ყველაფერი არაცნობიერში დაგელექა და გეგონა რომ მისი სული გეჩვენებოდა. უეჭველი პროსტა ნამუსმა შეგაწუხა რა. ნუ პროფესორ რობერტი რა, ნამუსმა არა იმან შემაწუხა, ტიფამ. გააჯვირა პოლიკ. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარცულელები მასულელებენ. სუთასულები, თავს გასულები. შავ ჩვენზეა დათარცულები. კაიგაიოს დამშვიდი. დათარცულები. მეგრელების ბრალია. დათარცულები. დათარცულები